მოგესალმებით, ეს არის სათემო რადიო კასპის ხმა და დღევანდელ გადაცემას გავუძღვები მე მაია შაველაშვილი. ჩვენი რადიო კასპის ხმა შეიქმნა პროექტი მისი ხმას ფარგლებში DVV International-ისა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც პარტნიორობას უწევს გერმანიის სათემო რადიო Z და კასპის ზრდასრულთა განათლების ცენტრი. გიერთდებით რუბრიკით მათი ხმა, სადაც ვისაუბრებთ ხელოვნებაზე, კულტურაზე, სპორტზე, ტურიზმზე და ასე შემდეგ. გაჟღერდება ყველა აქტუალური თემა ჩვენს რადიოში. დღევანდელი რუბრიკის თემა კი იქნება კულტურა და ხელოვნება კასპის მუნიციპალიტეტში. გადაცემაში სტუმრად გვეყოლება ხილოვანი ქალბატონი ეკატერინე ბახტაძე, რომელიც მუშაობს და ამზადებს ხელნაკეთ თოჯინებს. არის მრავალშვილიანი დედა და ამ მიმართულებითაც ჩართულია სხვადასხვა ჯგუფებში. უფრო დეტალურად კი თავად ხილოვანი ქალბატონისაგან გავიგებთ. მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, მადლობა გადაცემაში სტუმრობისათვის. მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. მიხარია რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. ჩვენც ძალიან მოხარულები ვართ. ხოთ გაგვაცანეთ ჩვენს მსმენელს, ვინ ხართ და რას საქმიანობთ? მე ვარ ეკატერინე ბახტაძე, ვცხოვრობ ქალაქ კასპში, ვარ მრავალშვილიანი დედა, პროფესიით პედაგოგი. ჩემი პროფესიით არ ვმუშაობ, თუმცა ავიხდინე ოცნება. დღეს უკვე ვარ შემდგარი დიზაინერი და ვქმნი ხელნაკეთ თოჯინებს და აქსესუარებს. ასევე ვაცოცხლებ მეორად ნივთებს. მაგალითად, ჟელეს ყუთიდან ვაკეთებ ულამაზეს ვაზას, რითაც თავადაც გვაყოფილი ვრჩები ყოველთვის. ძალიან სასიამოვნოა. ქალბატონო ეკატერინე, როგორც აღნიშნეთ, თქვენი ოცნება იყო დიზაინერობა და გთხოვთ გითხრათ, რამდენი ხანია, რაც ეს ოცნება აისრულეთ და დაკავდეთ ამ საქმიანობით? სადღაც 7 წლის უკან გადავწყვეტე გამეკეთებინა თოჯინები შვილებისთვის. შევიძინე შესაბამისი მასალა და გავაკეთე. მართლაც დიდი მოწონება დაიმსახურა თავდაპირველად ოჯახის წევრებში და მეგობრებში. სწორედ მათ მომცეს სტიმული და თავდაჯერებულობა, რომ გამეგრძელებინა ჩემი საქმიანობა და მოვსულიყავი დღემდე. ძალიან კარგი. ქალბატონო ეკატერინე, რა მასალაზე მუშაობთ ძირითადად და მოკლედ რომ გითხრათ, რა სირთულეების შესახებ რაც გქონიათ მუშაობის პროცესში? მასალაზე ასე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ, მუშაობ შერეულ მატერიალზე, რისი საშუალებაც მაქვს კონკრეტულ დროს. თუმცა დიდი ინტერესი მაქვს თიხაზე მუშაობის, ეს იქნება ჩემთვის დიდი გამოწვევა. რაც შეეხება სირთულეებს, არ მიჭირს, რადგან მიყვარს ჩემი საქმე და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ. ძალიან კარგით, რომ იპოვეთ თქვენი საქმე და ჩამოყალიბდეთ ნამდვილ პროფესიონალ დიზაინერად. აქედან გამომდინარე, საინტერესოა რა ფორმით უწევთ პოპულარიზაციას თქვენს ნამუშევრებს. გაქვთ თუ არა თქვენი Facebook გვერდი, ან თუ იღებთ გამოფენებში მონაწილეობას როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის მასშტაბით? დიახ, ჩემი ნამუშევრების პოპულარიზაციისთვის გადავწყვეტე შემექმნა Facebook გვერდი, Instagram გვერდი და პირველ ეტაპისთვის ასე გამეცნო ჩემი ნამუშევრების საზოგადოებისთვის. თუმცა ამ ყველაფერმა მოლოდინს გადააჭარბა და ჩემი ნამუშევრებით გარდა საზოგადოებისა დაინტერესდა მედია საშუალებები. აგრეთვე ადგილობრივ გაზეთ განთიადში გამოქვეყნდა სტატია ჩემი ნამუშევრების შესახებ. შემდეგ უკვე მივიღე რამდენიმე გამოფენა გაყიდვაში მონაწილეობა. მაგალითად, ბოლო პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული სამების საკათედრო ტაძრის გამართულ გამოფენა გაყიდვაში. აქედან აღებული თანხა გადაირიცხა ფონდ საფარველში, რომელიც ეხმარებოდა გაჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს და არა მარტო მათ. მინდა აღნიშნო, რომ ეს არ არის ერთჯერადი, ჩვენ მრავალშვილიანი დედების ჯგუფი გვერდში ვუდგავართ ფონდს. ჩემი დიდი სურვილი იქნება, რომ სხვა ხელოვანი ქალბატონები და მრავალშვილიანი დედები, ვისაც აქვს ამის სურვილი და შესაძლებლობა, შემოგვიერთდეს და ერთად დავუჭიროთ მხარი მრავალშვილიან ოჯახებს. მინდა აღნიშნო დედაენეს ბაღში გამართულ გამოფენა, სადაც მივიღე მონაწილეობა და დიდი ინტერესი გამოიწვია დამთვალიერებელთა მხრიდან ჩემი ნამუშევრების დიზაინმა. ინტერესი გამოხატეს არა მარტო ადგილობრივებმა, არამედ უცხოელი ტურისტებისგანაც იყო დიდი აღფრთოვანება.
ასევე რეგიონის მასშტაბით მოეწყო შემეცნებითი ტური, რომელიც გულისხმობდა გორის მუზეუმებში ვიზიტს და აღნიშნული ტური დასრულდა გიორგი ხორგუაშვილის სახელობის კასპიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ვიზიტით. მინდა დავამატო, რომ მუზეუმში გამართულ არაერთ გამოფენების გაყიდვაში მიმიღია მონაწილეობა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მუზეუმის თითოეულ თანამშრომელს. წარმატებებს გისურვებთ. როგორც აღნიშნეთ, მრავალშვილიანი დედა ხართ. საინტერესოა, როგორ ანაწილებთ დროს და დღეს რა პერიოდში უთმობთ თქვენს ნამუშევრებს. გირქვას მრავალშვილიანი დედა ეს დიდი პასუხისმგებლობა. ვცდილობ მაქსიმალურად დიდი დრო დავუთმო ოჯახს და კარგად ავხსარდო შვილების და ამის პარალელურად ჩემი საქმიანობაც განავავითარო. ამ ყველაფერში უფრო მეტად მეხმარება ის, რომ გავხსენე ჩემი სახელოსნო. უკვე მაქვს ჩემი პირადი სივრცე, რომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შემიძლია ვიმუშაო მშვიდად. დარწმუნებული ვართ, რომ ასეთი აქტიური და მოტივირებული ქალბატონი მხოლოდ ამაზე არ გაჩერდებით და ჩვენს მსმენელს გთხოვთ გააოცეროთ თქვენი სამომავლო გეგმები. ნამდვილად სწორედ აღნიშნეთ, რომ ეს არ არის ჩემი მიზანი და საქმიანობის მაქსიმუმი და დიდი სურვილი მაქვს ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო სხვებსაც. შევქმნა სასწავლო ჯგუფები და ვითანამშრომლო კასპიის სასწრულთა განათლების ცენტრთან, რომელიც დიდ შესაძლებლობას იძლევა როგორც დამწყები ტრენერებისთვის, ასევე ბენეფიციარებისთვის, რომელთა სურთ კონკრეტულ საქმიანობის შესწავლა, თვით დასაქმებისა და განვითარებისთვის. დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისათვის და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ასევე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო DVV International-სა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერისათვის, გერმანიის სათემო რადიო Z-სა და კასპიის ზრდასრულთა განათლების ცენტრს პარტნიორობისათვის. ჩვენ კი შემდეგი გადაცემებით შევხვდებით მომდევნო კვირას. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. ნახვამდის.